ევთოოდირი ქართული ოცნების მიერ ოქტომბერში დაჩქარებული წესით მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით გადაუდებელ მოსაზრებას აქვეყნებს და წერს, რომ რეპრესიული კანონები უნდა გაუქმდეს. საუბარია ცვლილებებზე ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის კოდექსებში, რომლის მიხედვით საპროტესტო აქციაზე გზის ხელოვნურად გადაკეტვა ან აქციაზე პირბადით ყოფნა 15 დღემდე პატიმრობით ისჯება. თუ პოლიცია ადამიანს იმავე ბრალდებით განმეორებით დააკავებს, მაშინ მას 1 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ევთოოდირის შეფასებით არაპროპორციულ სანქციებს შესაძლოა მსუსხავი ეფექტი ჰქონდეს მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის უფლებების რეალიზებაზე, რაც მიუღებელია. მიუხედავად იმისა, რომ თავისუფლების აღკვეთა ადმინისტრაციული პატიმრობის ჩათვლით არასოდეს არ უნდა იქნას გამოყენებული როგორც სასჯელი საერთაშორისო სამართლით გარანტირებული უფლების მშვიდობიანი განხორციელებისთვის, ნაკლებად მკაცრი ალტერნატიული სანქციების არარსებობა ასევე უთხრის ძირს პროპორციულობის პრინციპს. ეს ამგვარი დაკავების გასაჩივრების ეფექტური საშუალებების არარსებობასთან ერთად ზრდის ბოროტად გამოყენების პოტენციალს და თვითნებური თავისუფლების აღკვეთის რისკს, რაც არღვევს სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტის მე-9 მუხლსა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-5 მუხლს. საერთო ჯამში 2025 წლის ოქტომბრის ცვლილებები სერიოზულ შეშფოთებას იწვევს საქართველოს მიერ საერთაშორისო ადამიანის უფლებათა ვალდებულებების შეუსრულებლობის შესახებ და ის უნდა გაუქმდეს. ევთოოდირი გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავ კანონებში ბუნდოვან ჩანაწერებზეც ამახვილებს ყურადღებას, რაც ორგანიზაციის შეფასებით ხელისუფლებამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ შესაძლოა ბოროტად გამოიყენოს. ცვლილებები ასევე აწესებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას სამართალდამცავი ორგანოებისა და სხვა თანამდებობის პირების მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფის ან სხვა შეურაცხმყოფელი ქმედებებისთვის, რისთვისაც განმეორებითი სამართალდარღვევის შემთხვევაში გათვალისწინებულია 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთა. ამგვარი ბუნდოვანი და ფართო ტერმინოლოგია, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სუბიექტური ინტერპრეტაცია, ვერ აკმაყოფილებს საერთაშორისო სამართლით მოთხოვნილ კანონიერების სიცხადისა და განჭვრეტადობის სტანდარტებს. ის შეიცავს მცდარი, ზედმეტად ფართო თვითნებური ან და მიზანმიმართული აღსრულების რისკს საჯარო მოხელეების ლეგიტიმური კრიტიკის წინააღმდეგ, რითაც ძირს უთხრის გამოხატვის თავისუფლებას და კიდევ უფრო აძლიერებს დამთვრგუნველ ეფექტს სამოქალაქო აქტივიზმზე. ევთოოდირის თქმით, სამართლებრივი შეფასება იმ სერიოზული შეშფოთების ფონზე გამოქვეყნდა, რომელიც საერთაშორისო და რეგიონულმა ორგანიზაციებმა ამ და ადრინდელ საკანონმდებლო ინიციატივებთან დაკავშირებით არაერთხელ გამოთქვეს. საუბარია ინიციატივებზე, რომლებიც ორგანიზაციის შეფასებით არათანაზომიერად ზღუდავს მშვიდობიანი შეკრების, გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლების უფლებებს. ევთოოდირი საერთაშორისო ვალდებულებების აშკარა დარღვევას უწოდებს ბოლო თვეებში შეკრებებში მშვიდობიანი მონაწილეობის გამო მომიტინგეების, ადამიანის უფლებათა დამცველებისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაკავებას.